კატეგორიაში პნელდება და ყველა ვითარებს ნიღავს. და მაგიდასთან ყველამ გაიგო საკუთარი როლი. ამის შემდეგ შეიძლება მეც გავვარდე. ნახოთ, გამოჩნდება. ვიღაცა იღიმის, ვიღაცა საწყალი საფეთო. გავგებარია უკვე. ამიტომ ახლა გავჩვენდები მირჩევი. არ ვასახებ. კი ბატონო. ანუ კიდევ შეგეშინდათ. რომ ჩემი გაგდებით პატიოსანი მოქალაქეები წააგებენ ამ. 100%-ით რატო? აი 100% დარწმუნებული. იგივეა ეხლა რომ ვამტკიცო რომ ადამიანი ვარ და არა ცხენი. რეალურად წაგებული. კი, კი ბატონო. დაჯარი. თქვენი კანდიდატურა. არ მყავს. ყველაფერი გასაგებია. მოგესალმებით. კვლავ კვირასაღამო, კვლავ მაგიდასთან სხდომი 9 მოთამაშე, კვლავ 2 ნიღბიანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. ტელემაყურებლებო, მოგესალმებათ სოციალურ დედუქციური ყველაზე რეიტინგული სამაგიდო თამაში ნიღბების ღამე. დღევანდელი ჩვენი მაგიდის წევრები არიან. ნომერი 1 ტახა მიქიაშვილი. საღამოშვიდობისა. ნომერი 2 ზუზუ. სალამი. ნომერი 3 ხატია სიჭინავა. გამარჯობა. ნომერი 4 ანრი ბიბინეიშვილი. გამარჯობა, გისურვებთ საინტერესო თამაშს. ნომერი 5 თაკო გაჩეჩილაძე. მოგესალმებით. ნომერი 6 ნატუკა გულისაშვილი. მოგესალმებით. ნომერი 7 კატო მიქაცაძე. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, წარმატებებს ვუსურვებ ყველა მოთამაშეს. ნომერი 8 ლაშა რამაზაშვილი. საღამოშვიდობის, მოგესალმებით და გისურვებთ საინტერესო თამაშს ყველას. ნომერი 9 გიორგი კელაპტრიშვილი. საღამოშვიდობის, მოგესალმებით. თითოეულ თქვენგანს მივესალმებით მაყურებელს და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში ველოდება დღეს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ მოსვლისთვის. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. იმედი მაქვს, რომ საინტერესო თამაში იქნება. საფინალო მაგიდაზე მხოლოდ 1 ადგილია დარჩენილი, რადგან მერვე ადგილი აითვისა ზაკ მირიანაშვილმა. სწორედ ის ითამაშებს საფინალო მაგიდაზე ამ სეზონში. ყველამ თქვენი როლი კარგად იცით. 7 პატიოსანი მოქალაქე ეძებს 2 ნიღბოსანს, ხოლო ნიღბიანები ეფარებიან ნიღაბს და ცდილობენ, რომ პატიოსა მოქალაქეებად გაასაღონ თავი. თამაში იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც თქვენი ბარათები ნახეთ და მაგიდასთან ყველამ გაიგო საკუთარი როლი. ამ მომენტში ნიღბოსნებმა არ იციან ერთმანეთის შესახებ და არც მაყურებელმა იცის, ვინ არის ნიღბოსანი. უნდა გითხრათ, რომ სამაჯური, რომელიც გიკეთიათ, გვაძლევს თქვენი პულსის ვიზუალიზაციას და მაყურებელი ხედავს თქვენი გულის ცემას. სულ მალე გაიხსნება თამაში, სასაუბროთ ყველას გექნებათ 1 წუთი. აუცილებელია რომ აკონტროლოთ დრო, რადგან თუ გადააცილებთ თქვენს დროს, ან თუ სხვას ჩაეჭრებით, საუბარში მიიღებთ გაფრთხილებას, მეოთხე გაფრთხილების შემთხვევაში დატოვებთ თამაშს. მაშასე თამაში იხსნება, მაგიდას ხსნის ნომერი 1, პირველი ნომრის 1 წუთი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მე მინდა ჩემი 1 წუთი გამოვიყენო შემდეგი რამისთვის და მაგიდასთან ვსთომ ნიღბოსნებს და პატიოსან მოქალაქეებს უთხრა, რომ ჩვენ რადგან ვართ სატელევიზიო შოუში და ახლა ჩვენ გვყურებს 1000-ობით და 10000-ობით მაყურებელი, მათ ჭირდებათ საინტერესო სანახაობა. საინტერესო სანახაობას ქმნიან საინტერესო მოთამაშეები, ამიტომ კანდიდატის დასახელების დროს ან ნიღბოსნების შემთხვევაში გაძევების დროს ვიფიქროთ ამაზე, რომ საინტერესო თამაში შევთავაზოთ მაყურებელს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. 2 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩემი 1 წუთი მინდა გამოვიყენო იმისთვის, რომ პირველად ვარ ამ სტუდიაში. ძალიან ლამაზი სტუდია და მინდა კომპლიმენტები გითხრათ მთელს არხს. დღეს შევეცდები, რომ რაც შეიძლება საინტერესო და აზარტული თამაში შევთავაზოთ მაყურებელს. მადლობა დიდი. 3 ნომერს უსმენთ 3 ნომერს. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ვფიქრობ ძალიან საინტერესო მაგიდა გვაქვს და მაყურებელს შევთავაზებთ აზარტულ თამაშს. ვფიქრობ არ ვიჩხუბებთ. და ვფიქრობ, რომ პირველი არ დავტოვებ თამაშს. არ ვფიქრობ, იმედი მაქვს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. 4 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით, მიხარია რომ ვარ დღევანდელ საღამოს თქვენთან ერთად, გისურვებთ თითოეულ თქვენგანს წარმატებას, რაც შეეხება მაყურებელს, რა თქმა უნდა, საინტერესო თამაშისთვის გიყურებენ და ეცადოთ რომ იყოთ საინტერესოები. მადლობა 4-იანს. 5 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით, მე უკვე მეორეჯერ ვარ თქვენს თამაშში, ძალიან საინტერესო აყოფნა, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა. წინაზე არ გამიმართლა, იმიტომ რომ გამაგდეს და იმედი მაქვს, რომ ამჯერად წარმატებით ვითამაშებ. მადლობა. 6 ნომერს უნდა მოусმინოთ. მოგესალმებით, საღამომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ვარ აი აქ. ფიქრობ, რომ ისეთ საინტერესო პროფესიის ადამიანები შევეკრიბეთ, რომ წესით ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს და ძალიან გთხოვთ, ეცით პატივი 100 აქვს და პირველი არ გამაგდოთ თუ შეიძლება. მადლობა. მადლობა. 7 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ უკვე მეორედ. როგორც 5 ნომერმა აღნიშნა, წინა თამაშსაც გამარჯვება არ მქონდა ნათქვამი, უკვე ნახვამდის ვთქვი და დავტოვე თამაში. დიდი იმედი მაქვს რომ საინტერესო თამაში გამოგვივა. ჩემი თხოვნა იქნება ვისაუბროთ პატიოსანმა მოქალაქეებმა, რაც შეიძლება უფრო მეტი, რომ უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიაროთ ერთმანეთს და მაფიოზებს ვთხოვ რომ ითამაშონ ძლიერი თამაში და სიზუსტე არ გამოიჩინონ ძლიერი მოთამაშეების მარტივად მოშორებით. მადლობა. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, საღამომშვიდობის. გილოცავთ პირველ რიგში ამ წარმატებული და ძალიან საინტერესო პროექტის დაწყებას. მიხარია თქვენთან შეხვედრა და იმედია რომ იქნება საინტერესო თამაში. ვინც არ უნდა დატოვოს პირველმა, ალბათ ძალიან არასასიამოვნო და რთული მომენტი იქნება, მაგრამ იმედია რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს და პატიოსანი მოქალაქეები შეძლებენ ამ თამაშის გამარჯვებით დასრულებას. გისურვებ წარმატებებს ყველას. მადლობა. 9 ნომერს უსმენთ. მას ჰქონდა საშუალება რომ მთელი მაგიდისთვის მოესმინა და შემაჯამებელი სიტყვა ეკუთვნის. 9 ნომრის 1 წუთი. მოგესალმებით ყველას ისევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს. მგონია რომ საინტერესო თამაში ველოდება. მიხარია რომ ამ პროექტში ვარ თქვენთან ერთად და ვფიქრობ რომ ძალიან დადებითად და კარგი განწყობით უნდა გავიაროთ დღევანდელი თამაში. მადლობა. დასრულდა პირველი წრე. გაცნობითი წრე იყო. მათ შორის ნიღბოსნებაც გაიცნეს. პატიოსანი მოქალაქეები, რა თქმა უნდა. თუმცა ნიღბოსნებს არ იცნობს, არც მაყურებელი და არც ნიღბოსნები იცნობენ ერთმანეთს ჯერჯერობით. გაიცნობენ ახლა, იმიტომ რომ სტუდიაში ბნელდება და ყველა ვიფარებთ ნიღავს. ყველა მავიფაროთ ნიღბები. მაშასე სტუდიაში ბნელდება. კი ბატონო. ახლა ცუდი ინფორმაცია უნდა გითხრათ, როდესაც გათენდება, როდესაც განათდება ერთ-ერთი თქვენგანი დატოვებს მაგიდას, მაშასე. მხოლოდ ის 2 ნიღბიანი, მაქსიმალურად ფრთხილად და ჩუმად იხსნის ნიღავს და ეცნობა ერთმანეთს, 2 ნიღბიანი იხსნის ნიღავს და ეცნობა ერთმანეთს. უნდა გვანიშნოთ მაგიდის რომელ წევრს გსურთ რომ დაატოვებინოთ თამაში. ყველაფერი გასაგებია. გადაწყვეტილება მიიღებულია. აქვე მინდა გითხრათ რომ გამარჯვებულ გუნდს ბულევუსგან გადაეცემა საჩუქრები, ასევე გამარჯვებული გუნდიდან პროექტი ერთ-ერთ მონაწილეს გადაიყვანს საფინალო მაგიდაზე. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გექნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. ნახოთ როგორ მოხდება, ჩვენ კი ველოდებით განათებას. ყველაფერი გარკვეულია. სტუდიაში ნათდება. ნათდება, ყველა ვიხსნით ნიღავს. საოცარი ღამე. განათდა, მაგრამ არ განათდა ყველასთვის. ერთ-ერთი მონაწილე ახლა დატოვებს თამაშს. მაგიდას ტოვებს ნომერი. მაგიდას ტოვებს ნომერი 9. 9 ნომრის 30 წამი. კი ბატონო, სამწუხაროა რომ პირველი გავარდი, უბრალოდ ვერ მივხვდი მოტივს და მიზეზს.
რა მიზეზით მოხდა ეს? წარმატებას უსურვებ თითოეულ თქვენგანს. და კარგად ზამდებთ. ხომ არ გაქვთ ვინმეზე რაიმე ეჭვი რომ დაუტოვოთ მაგიდას? არა ვიზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერც მოვასწარი რომ ვინმე შემემჩნია რამეს. მადლობა. გავაცილოთ 9 ნომერი. დავემშვიდობოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში აუცილებლად. ახლა მოგეცემათ თავისუფალი წუთი, სადაც ყველა თქვენთაგანს ექნება საშუალება რომ ისაუბროს. თავისუფალი წუთი ჩაირთო. დრო. მე ვიტყვი ერთ რაღაცას რა. როცა წამყვანმა თქვა რომ მაგიდას დატოვებსო, მე-6 ნომისგან ვიგრძენი მზერა, რომელსაც ანუ ესე ვიყავი და მზერა ვიგრძენი რაღაცა აი აქეთ მხარეს. მაგიდას ტოვებს ნომერი 9. 9 ნომრის 30 წამი. ხო და თან ძალიან მოსაწყლებული თვალებიც ჰქონდა რომ რაღაც თითქოს თამაშობდა, არ ვიცი, ეს არის ჩემი ვარაუდი, მე არც არ ვიცახი. ხო და ცოტა ეჭვები გამიჩნდა. ეს ერთ-ერთი რაღაც არის, რაც ამ მომენტში დავაფიქსე. ყველა შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ. მარტო ჩემი წუთი არ არის. თვითონის ადგილი არის ძალიან ცუდად დაცლილი. წინა გადაცემებიდან გამომდინარე. ძალიან რთულია ხა მართლა პირველივე ღამის შემდეგ ვინმეზე ესე გადაჭრით. ვთქვათ რომ ან მიღბოსანი ან პატიოსანი. უბრალოდ ეს დავაფიქსირე, არავითარი არ მაქვს ასე ვთქვათ ვარაუდი. პირველი ნომერი ჩემთვის ძალიან დადებითია ემოციურ დონეზე, მეორე ნომრის ემოციები დიდად ვერ გავიგე და ნუ აქეთ ხარეს რატომღაც მგონია შავი კარტი ერთ-ერთი მე-5 ან მე-6 შორის. ამოიწურა საერთო 1 წუთი, თქვენ ახლა გექნებათ საუბრის საშუალება, ყველას კვლავ მოგეცემათ 1 წუთი და ახლა შეგიძლიათ რომ უკვე დაასახელოთ თქვენი კანდიდატები. ორ ნომერს ვუსმენთ 1 წუთი. დრო. აზრზე არა ვარ ვინ არის პატიოსანი მოქალაქე და ვინ არის მაფიოზი. უბრალოდ ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო რანაირი მეთოდით ხდება დაუშვათ ესე გაგდება ერთი ადამიანის რომელსაც ჯერ თამაშიც არ დაუწყია და რავი შეიძლება შემდეგი მე ვიყო. კანდიდატი ხო არ ყავთ ვინმეს ხო არ დაასახელებ? ესე კანდიდატი არა. არა. კი ბატონო. გასაგებია. 3 ნომერს უნდა მოусმინოთ, 3 ნომრის 1 წუთი. მე მიხარია რომ დავრჩი თამაში და პირველი მე არა ვარ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან არასასიამოვნო მომენტია, როცა არ გაქვს თამაში დაწყებული და ისე ვარდები. კანდიდატი როგორც ასეთი ეჭვი მაქვს კატოზე, იმიტომ რომ მივიღო 7 ნომრის კანდიდატურა. ეხლა კანდიდატურებიც უნდა მიიღო. დიახ. ეს წრი არის სწორედ. ხო, ეჭვი მაქვს კატოზე, იმიტომ რომ მე ხშირად მითამაშია ეს თამაში და რაღაც ჩემს ემოციას ვხედავ მის სახეზე, როცა მე ვიყავი ნიღბოსანი. ეს არის მარტო გასამართლებელი საბუთი, იმიტომ რომ ახალი დაწყებული გვაქვს თამაში და აი ესე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ვინ შეიძლება იყოს ნიღბოსანი. 7 ნომრის კანდიდატურა მივიღო? მე მეკითხები? დიახ. კი. მადლობა. მიღებულია 7 ნომრის კანდიდატურა. მაშასე 4-იანს უნდა მოусმინოთ 4 ნომრის 1 წუთი. ხატიას არგუმენტი დაახლოებით გასაგებია, რატომ 7 ნომერს ფიქრობს, თუმცა კანდიდატის დასახელებიდან თავს შევიკავებ, მაგრამ გასაოცარია პირდაპირ თავდასხმა ნომერ 6-ზე გავგებარია უბრალოდ იმ ემოციით, რომ გახედა თუნდაც მოსაწყლებული სახით რა არგუმენტი შეიძლება ეს იყოს. ჩემი კანდიდატი ცოტა სხვა მხარეს იხრება, ოღონდ ამ ეტაპისთვის შევიკავებ თავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, თუ კი მას დავასახელებ, ის აუცილებლად მიღბიანების ღამეში მე მომიშორებს, ამიტომ შევაჩერებ ჩემს კანდიდატს. კი ბატონო. გასაგებია 5 ნომერს უნდა მოусმინოთ, 5 ნომრის 1 წუთი. არ ვიცი, კანდიდატურას ესე ვერ დავასახელებ. თუმცა ჩემთვისაც გაუგებარია 9 ნომერის გაგდება, ვერ გავიგე პრინციპი სიმართლე გითხრათ. ნახოთ, გამოჩნდება. მადლობა. 6 ნომერს ვუსმენთ ყურადღებით. 6 ნომრის 1 წუთი. მოსაწყლებული სახით ვიტყვი რომ მართლა ვერ მივხვდი 9 ნომრის გაგდება. არ ვიცი ხა რა ვთქვა რომ მე არ ვარ, თქვენი გადასაწყვეტია და ვინ არის მართლა ვერ ხვდები. ვიღაცა იღიმის, ვიღაცა საწყალი სახით იყურება, ვიღაცა სერიოზული სახით იყურება, აქედან გამომდინარე, აი ამ პირველ წრეზე მე შევიკავებ თავს კანდიდატურის დასახელებას.
კი ბატონო. რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ 7 ნომრის კანდიდატურა გვაქვს დარჩენილი. შეიძლება რაღაცა მინდა. გაფრთხილება შეგიძლიათ აიღოთ და ისე კი ბატონო. ხო არ მოვიხსნა ეს სათვალე, იმიტომ რომ ჩემს მიმართ იყო ესეთი რეპლიკა, რომ ვერ ვხედავ ემოციასა და ხო არ ჯობს რომ მოვიხსნა სათვალე იმისთვის, რომ თქვენი გადასაწყვეტია. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თქვენი გადასაწყვეტია. 7 ნომერს უსვეთ, 7 ნომრის 1 წუთი. მადლობა. მეგობრებო, ეს თამაში არ არის თამაში იმის, რომ მე ამას არ დავასახელებ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გამაგდონ. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და მე მინდა რომ ეს თამაში მოვიგო და მოვიგოთ პატიოსანმა მოქალაქეებმა. მე გაგიზიარეთ ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გქონდა. მაფიოზი რომ იყო, დამიჯერეთ ასეთი სტრატეგიით არ ვითამაშებ, იმიტომ რომ საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე ვარ და ამას არ გავაკეთებ. ზუსტად ვიცი რომ ამის შემდეგ შეიძლება მეც გავვარდე, იმიტომ რომ ბევრს საუბრობ, მაგრამ ბევრი საუბარი არ ნიშნავს იმას, რომ მე ვარ მაფიოზი აუცილებლად. უბრალოდ მე ნიღბოსანს დიახ, შავი კარტი მე არ ვარ. 6 ნომერი უბრალოდ მე ვთქვი ის რომ მომეჩვენა, რომ იყო შავი კარტი, მე უბრალოდ ეს ვთქვი, ჩემი ასე ვთქვათ, ხო, რაც დავინახე, ის გავაზიარე პატიოსანი მოქალაქეებში. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. მეტის თქმა არ შემიძლია, თუმცა 6 ნომრის არ მომეწონა ის, რომ თქვენი გადასაწყვეტია, რას იფიქრებთ? არა, მაშინ გითხარი, აგვიხსენი, რატომ შეიძლება არ იყო მაფიოზი. თქვენი კანდიდატურა? მე 6 ნომერი მიიღეთ და მე-9 ნომერს რაც შეიძლება პირველი უნდა გაეგდოთ ნებისმიერი ვინმე და ანუ ეს ლოგიკასთან არაფერ შუაში არ იყო 9 ნომრის გაგდება. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ, დასახელებულები არიან 7 ნომერი და 6 ნომერი. თქვენი დრო. ძალიან თამამი ნაბიჯია მართლა პირველი ღამის შემდეგ მომენტალურად კანდიდატურის დასახელება, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. ჩვენ მაგიდაზე არიან ისეთი პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც თამაში და შენიღობა ბევრად მარტივია პირობითად, ვიდრე თუნდაც ჩემთვის, ან შეიძლება ვთქვა ჩემთვის, ან ფარკოსთვის. მაგრამ არარეალურად მეჩვენება, რომ აი პირველი ღამის მერე ახლა ვინმეზე თუ გამიმართლებს და სწორ ადამიანზე თუ იმ მომენტში უბრალოდ იღბალს თუ მივენდობი და დავასახელებ, თორე სხვა რაიმე არგუმენტი რომ მქონდეს და ვინმეზე ვთქვა, რომ აი ვიღაცამ ისე შემომხედა და მზერაში ვიცანი, რომ ნიღბოსანია, პატიოსანია, ძალიან გამიჭირდება ამის თქმა, ამიტომ თავ შევიკავებ. წარმოუდგენელია, რომ ესე ვინმე ამოვიცნო პირველივე. კი ბატონო, კანდიდატურა არ ყავთ. არა. სწოვებთ ისე 6-იანს და 7-იანს. ესე გამოდის. კი ბატონო, მადლობა რუიანს. პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ თელი მაგიდის მოსმენის საშუალება ჰქონდა მას. ერთხელ უკვე თან ზუსტად 9 ნომერზე ვიჯექი და განვიცადე მისი ბედი და მაშინ ჩემს პირველ წუთში ეთყობა მრავალწლიანი ვიყავი და დამადუმეს და ამიტომ ეხლა გავჩუმდები მირჩევნია. კანდიდატურა არ ყავთ. არ მყავს, მაგრამ არც ის მას ნიშნავს, რომ 6-ან 7-ია ჩემი კანდიდატურა, არავის არ ვასახებ. გასაგებია. მაშასე გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ნომერ 7 და ნომერ 6 დამატებით 30 წამი მიეცემათ, იმისათვის რომ თავი იმართლონ. 7 ნომრის 30 წამი. დავასახელოთ მაქსიმალურად მეტი კანდიდატურები იმისთვის, რომ მოგვეცეს მეტი დრო, რომ ვისაუბროთ. ჩემთვის 8 ნომერი ამ შემთხვევაში არის უფრო პატიოსანი მოქალაქე, იმიტომ რომ ძალიან დაბნეულად საუბრობდა და ემოციურ დონეზე მომეწონა. მე არ ვარ მაფიოზი, მე უბრალოდ ვცდილობ რომ თამაში გავხსნა და მეტი ვისაუბროთ. ანუ ვინ გავარდება პირველი და მეორე, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატიოსანმა მოქალაქეებმა თამაში მოვიგოთ. მეც არაფერს არ ვიტყვი. არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ რომელიმე თქვენთაგანი არის მაფიოზი, ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მე არ ვარ შავი კარტი. მადლობა. 6 ნომრის 30 წამი თავის მართლებას შეგიძლიათ ახლა. აქ ვიცი, ვითი ვიმართლო თავი, უბრალოდ ვიტყვი, რომ არა ვარ შავი კარტი, ხო? ესე ხო? თამაში მართლა უნდა იყოს ცოტათი ისეთი, აი რაღაცა უფრო საინტერესო და იმედია, რომ შემდეგ მეორე, ასე ვთქვათ, თამაში ბევრად უფრო რაღაცნაირად დავასახელებთ, გამოჩნდება რაღაცა, იმიტომ რომ ყველა ზოგი ვიღიმით, ზოგი ვიყურებით, ზოგი რაღაცა იმაში ვართ და რა ვიცი. ამ ეტაპზე ძალიან მიჭირს თავის მართლება, იმიტომ რომ ვიცი, რომ არ ვარ და დანარჩენი არ ვიცი. მადლობა. ამით ამოიწურა თავის მართლების ფაზა. ახლა გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა თქვენთაგანმა უნდა დააფიქსიროთ თქვენი ხმა. ასე იქნება 7-იანი და 6-იანი. ამ თანმიმდევრობით დავასახელებთ და თუ ვინც ნიღაბს არ ასწევს 7-იანზე, მისი ხმა ავტომატურად გადავა 6-იანზე. ანუ ხმის მიცემაში მონაწილეობთ ყველანი. მოიმარჯვეთ ნიღბები, არ გავიკეთოთ, უბრალოდ ნიღბის აწევით უნდა გვანიშნოთ ვინ გინდათ რომ დატოვოს თამაში. მაშასე, ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა
0 ხმა, 1 ხმა. სხვა ჩემზე გადმოვა ხოლმე თუ არა? თქვენ თუ არ აწევთ თქვენი ხმა თქვენზე გადმოვა. მაშასე 2 ხმა მხოლოდ და მხოლოდ დანარჩენი ხმები გადავიდა 6 ნომერზე, რაც იმას ნიშნავს, რომ 6 ნომერს ვემშვიდობით, 6 ნომრის 30 წამი გთხოვთ. ძალიან ცუდი არის პატიოსან მოქალაქეს ემშვიდობებით, ესე იგი წარმატებას გისურვებ ჩემო კარგებო და რა ვიცი რა გითხრათ. შეეცადეთ რომ მაქსიმალურად თქვენი თავი გაიტანოთ და პატიოსანმა მოქალაქეობა მოიგოთ. მადლობა. დავაცლოთ 6 ნომერი გთხოვთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ კი ვაგრძელებთ თამაშს. და თამაში გრძელდება მეორე ნიღბების ღამით ყველა ვიფარებთ ნიღაბს. ყველა ვიფარებთ ნიღაბს და ბნელდება. ბნელდება კვლავ ძალიან ჩუმად, ძალიან ფრთხილად. ნიღბოსნები იხსნიან ნიღაბს და გვანიშნებენ თუ რომელ მონაწილეს ატოვებინებენ თამაშს. გადაწყვეტილება მიღებულია. ყველაფერი გასაგებია. ნათდება სტუდიაში ყველა ვიხსნით ნიღაბს. კიდევ ერთ მონაწილეს ვემშვიდობებით. მაგიდას ტოვებს ნომერი. მაგიდას ტოვებს ნომერი 7. 7 ნომრის 30 წამი. ანუ კიდევ შეგეშინდათ. წინაზეც ესე ვიცოდი რომ ესე გამაგდებდნენ. ნუ გასაგებია ჩემთვის. მე ხმავინ მომცა ბოდიში ჩემზე მინაწია 3 ნომერმა. მე 3 და 6. 3 და 6 ნომერს რომ დავესხი თავს 3 ნომერმა პირველი შემომიტია მე. საერთოდ რამე შემომიტია და 3 ნომერმა პირდაპირ შემომიტია მე. და ასე ვითამაშე მის ემოციასო, ანუ ჩემს ემოციასო მასში ვხედავ ესეთ რაღაცა თქვა. ეჭვმავს კატოზე იმიტომ რომ მე ხშირად მითამაშია ეს თამაში და რაღაც ჩემს ემოციას ვხედავ მის სახეზე, როცა მე ვიყავი ნიღბოსანი. არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული 3 ნომერი რომ მაფიოზი შავი კარტია, მაგრამ 3 ნომერს დავტოვებ ამ შემთხვევაში კანდიდატს. გასაგებია, მადლობა. გავაცილოთ 7 ნომერი, დიდი მადლობა საინტერესო თამაშისთვის. მაშასე თქვენ ახლა გექნებათ საერთო 1 წუთი, სადაც ყველა თქვენთაგანს აქვს საშუალება რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, დრო ჩაირთო. მე ნამდვილად პატიოსანი მოქალაქე ვარ. თავის მართლებას აზრი არ დავიწყებ. ეგრევე. არა, უბრალოდ მე მართლა აღვნიშნე ის, რაც ჩემთვის ძალიან თვალშისაცემი იყო. დაუშვათ რეალურად წაგებულია. რეალურად გაოცებული ვარ, იმიტომ რომ მეგონა რომ ან ერთი ან მეორე და დაახლოებული ვარ ერთ ნიღბიანში, არ ვიცი რამდენად დამყვება ამ შემთხვევაში პატიოსანი მოქალაქეები, თორემ ჩემს კანდიდატს ახლავე ვიტყოდე ვინ არის. ერთი და მე მგონი ხარ შეიძლება რომ თქვა. არა, მე ჩემს კანდიდატს უბრალოდ დავასახელებდი, თორემ მე დავასახელებდი. არ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა შეიძლება ყველაფერი არ იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი ნიღბიანი მოქალაქე ეს არის თაკო. აუცილებლად 100%-ით და მეორე დიდი ალბათობით გონია ნომერი 8, მაგრამ თაკოზე ვარ 100%-ით დარწმუნებული, რომ ეს არის შევსე რაღაცა გადმო. 100%-ით რატო? აი 100%-ით დარწმუნებული. ასე 100%-იანი დარწმუნება ძალიან ცუდი მაჩვენებელია და კახა შენ ის შუმად ხარ, შენს ემოციას ვერ ვგებ. ო, ჩემი დრო და ვისაუბრე. ინტუიცია მაქვს. ამოიწურა. საერთო წუთი ამოწურულია. მესამე წრე იწყება და ნომერი 3 გახსნის მაგიდას ნომერი 3-ის 1 წუთი. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო წარიმართა თამაში. კატო მართლა მეგონა, რომ ნიღბოსანი იყო, იმიტომ რომ მე როცა ვთამაშობდი, აი აბსოლუტურად არავითარი ემოცია არ მეწერა სახეზე და ესე იყო კატოც, ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მინიშნება ჩემთვის. მაგრამ ეხლა კახა ისე რაღაცა ჩუმად და უემოციოდ რომ დიდ ჭვებს იწვევს. კახა ხმა ამოიღე ძალიან გთხოვ, რამე გვითხრი. თქვენი კანდიდატურა? ვაი, მე კანდიდატურა უნდა დავასახელო? რო არ დავასახელო არ შეიძლება. შეგიძლიათ რო არ არ დავასახელოთ. კი ბატონო. მადლობა. მე ვაგრძელებ. 4 ნომერს უსმენთ, 4 ნომრის 1 წუთი. კანდიდატურა არის ნომერი 5 და დავტოვებ კანდიდატურას საკმარისად ვილაპარაკე თუ რატო. 5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია, დაასრულეთ? კი. კი ბატონო.
5 ნომრის 1 წუთი. ხოლო თქვენი კანდიდატურაა, რა ვიცოდეთ? თუ გინდათ გამაგდეთ მეორეჯერაც პრობლემა არ არის, მაშინაც პატიოსანი მოქალაქე ვიყავი და ახლაც და გამოდის რომ მოიგებენ ნიღბოსნები და რა ვიცი, დანარჩენი თქვენზეა. მე მინდა რომ უბრალოდ ჩვენ გავიმარჯვოთ და ვაჯობოთ იმ ორ ადამიანს. ჩემი კანდიდატურა ამ შემთხვევაში დარწმუნებული 90%-იც არ ვარ, არავითარ, იმიტომ რომ მართლა ვერ გავიგე რა პრინციპით გავერდნენ. ის გავიგე რა პრინციპითაც გავარდა რომ დაასახელა ინიციატივა. ხო, ინიციატივა გამოიჩინა და ნომერი 7 რატომაც გავარდა, მაგრამ დანარჩენი არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენი კანდიდატურა. არ მყავს. ჯერჯერობით არ მყავს. გასაგებია. მადლობა. ნომერ 800 მინდა შევახსენოთ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატურა ყავს ახლა, ეს არის 5 ნომერი. თქვენი 1 წუთი. ნუ ვისაუბრეთ რომ ძალიან რთულია. არის მინდა გითხრა რომ ინტუიცია მაინც და მაინც კარგი არ გაქვს. ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში. მგონია რომ ჩემს მოპირდაპირე მხარეს ერთი ნიღბოსანი აუცილებლად იმალება. ან შეიძლება ორივე იყოს და მე აღვნიშნე ის რომ ჩვენთან არიან ადამიანები, ვისაც პროფესიიდან გამომდინარე, ბევრად კარგად შეუძლია შენიღბვა და თამაში და როგორც ირკვევა, გამოცდილებაც მეტი აქვთ ამ მაგიდის გარშემო ყოფნის. ამიტომ თაკო არ ვიცი ნამდვილად არის თუ არა, მაგრამ პირველ ნომერსაც ვფიქრობ. მივიღო პირველ ნომრის კანდიდატურა. კი ბატონო. კი ბატონო, მიღებულია პირველ ნომრის კანდიდატურა. მაშას ახლა უნდა მოусმინოთ პირველ ნომერს, დასახელებულები არიან 5 ნომერი და პირველი ნომერი. ხავთ. ასე დრო ძალიან ცუდია, რომ ბოლოს ხარ, იმიტომ რომ ახლა რასაც ვიტყვი, შეიძლება მინიმუმ 8 ნომერმა ჩათვალოს, რომ შორს ვიძიებ, მაგრამ შორის ძიება კავშირში არ არის. აქვე ვიტყვი, რომ 7 ნომერი უსამართლოდ გაიწირა, მაგრამ აპრიორი გულისხმობს ეს თამაში, რომ სამართალთან კავშირი არ აქვს. 7 ნომერმა თქვა, რომ აი 8 ნომერი რაღაც ძალიან ისეთია, ეღიმება, რაღაც გულთბილი ემოციები აქვს და მეც ვატყობ. მე არ ვიცი, შეიძლება ეს პირიქით ღელვის გამოვა. თუმცა აი საეჭვო ჩაღიმებები, თავშეკავებული ღიმილი, თვალების ათამაშება, რატომღაც მგონია რომ არის. ჩვენ თუ ეხა იმ რეჟიმში ვიქნებით, სულ არ ვეძახი რომ მე არ გამაგდონ, ესე წინ ვერ წავალთ. ამიტომ კანდიდატები უნდა დასახელდეს ამ ეტაპისთვის ყველაზე ჩემთვის ვინ შეიძლება დავასახელო აი ამ ემოციების თამაშის და აი მაქსიმალურად რომ იკავებ რომ არ გამეღიმოს თუ არ შემამჩნიონ, თუმცა შეიძლება ვწდები. მე ავიღებ გაფრთხილებას თუ შეიძლება 10-3-ის განმავლობაში. მე დავასრულებ და მე. კი ბატონო, ხო. მე 8 ნომერს ვწდები ამ შემთხვევაში. 8 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. ოღონდ არა, იმიტომ რომ მე დამასახელა ამას ვაპირებდი მაინც. 8 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. 8 ნომერმა გაფრთხილება იყო, შეგიძლიათ ახლა ეს გაფრთხილება გამოიყენოთ. მოკლედ ღიმილზე და ემოციაზე ძალიან უცნაური მგონია ხაზგასმა, იმიტომ რომ პირიქით ძალიან მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და რო ვიღიმი ლოგიკურად მევიჩა და ზოგადად მთელი ჩემი ცხოვრება გაღიმებული დავდივარ და ბევრ ადამიანს ამოიწურა გაფრთხილების დრო. ვიცნობ და 7 ნომრის დაცვაზეც მე არ ამიწევია, ასე ვთქვათ, მე ვიყავი ადამიანი, ვინც 7 ნომრის დარჩენას დაუჭირა მხარი. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 7-მა? მაშასე 2 ხმა მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩემი სტო. მეორე გაფრთხილებაც მიიღო 8 ნომერმა, შეგნებული იყო როგორც შემამჩნიე. 2 ნომერს უნდა მოусმინოთ, 2 ნომრის 1 წუთი თქვენს გაქვთ საშუალება, რომ დაასახელოთ თქვენი კანდიდატი. ძალიან დაბნეული ვარ იმ მოქალაქეების გაგდებით, პატიოსანი მოქალაქეების გაგდებით, იმიტომ რომ ნამდვილად მეგონა რომ ერთ-ერთი მაინც იყო რომელიმე ნიღბოსანი. ამ შემთხვევაშიც ძალიან დაბნეული ვარ, იმიტომ რომ მაქვს 8 ნომერზეც ჩემი რაღაცა ეჭვი და კახაზეც, ანუ პირველ ნომერზეც და ამიტომ აი არ ვარ ჩამოყალიბებული რომელი თაკოზე ნაკლებად მგონია. არ ვიცი. შეიძლება ეს ჩემი ინტუიციის საკითხია. ალბათ მოგვიანებით ჩამოვყალიბდები რომელს მივცემ ხმას. კი ბატონო, კანდიდატურას არ ვამატებთ, იმიტომ რომ თქვენი არა, ვერსიები უკვე დასახელებულია 8-ით და 1-ით. მადლობა. მესამე წრე ამით ამოიწურა და დასახელებული ყავს 3 კანდიდატი. ნომერი 5, პირველი ნომერი და ნომერი 8. მაშასე გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე და დამატებით 30 წამი მოგეცემათ დასახელებულ კანდიდატებს. 5 ნომერს უსმენთ, 5 ნომრის 30 წამი. არ ვიცი მეტი როგორ ვიმართო თავი, იმიტომ რომ მე მგონი გასაგებად ვთქვი ყველაფერი.
ვარ პატიოსანი მოქალაქე და მინდა რომ მოვიგოთ ჩვენ. მადლობა. პირველ ნომერს უნდა მოусმინოთ, პირველ ნომერს 30 წამი. არაფერი არ მაქვს თავისამართლებელი, იგივეა ეხლა რომ ვამტკიცო რომ ადამიანი ვარ და არა ცხენი, დაახლოებით იგივე ვერსია, მაგრამ ერთს ვიტყვი რომ ესე იგი თუ 8 ნომერია ნიღბოსანი და ახლა იქნება მაფიის ღამის საშუალება და მე გავწორი აუცილებლად გამაგდებს და შეიძლება არ გამაგდებს სტრატეგია. მოკლედ არ ვიცი, არაფერზე არ ვიმართლებ თავს, ვიცი რომ აი როგორც ეს მაგიდის უდიდესი ნაწილი წითელი, ესეც წითელი იყო ჩემი ბარათი. მადლობა. 8 ნომერს უნდა მოусმინოთ, 8 ნომერს 30 წამი. ისებით ფორმაში იმისაუბარი რომ აი როგორც მე ვიცი რომ ადამიანი ვარ, ისე ვიცი რომ ვინმე არის პატიოსანი ან ნიღბოსანი, ძალიან არარეალური მეჩვენება, მაგრამ იმიჯიდან და პროფესიიდან გამომდინარე ხვდები რომ რაღაცა ადამიანების მოხიბლვაზე არის ახლა აქცენტი გაკეთებული. მე ვიყავი ის, ვინც პატიოსანი მოქალაქის გაგდებას მხარი არ დაუჭირე 7 ნომრის შემთხვევაში და კარგად მინდა გადაავლოთ თქვენს თვალი წინა რამდენიმე რაუნდს ვის მიცა ხმა და რაღაცა ამაზეც გავაკეთოთ აქცენტი. დასრულდა თავის მართლების ფაზა. გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. ყველა თქვენგანი მონაწილეობს ხმის მიცემაში. მაშასე მოიმარჯვეთ ნიღბების აწევით უნდა გვანიშნოთ თუ ვინ გსურთ რომ დატოვოს თამაში. ამ თანმიმდევრობით 5-იანი, 1-იანი, 8-იანი. ყურადღებით იწყება ხმის მიცემის ეტაპი. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 5-მა 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 1-მა 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 8 3 ხმა 4 ხმა გადავიდა ნომერ 8-ზე. 8 ნომერს ვემშვიდობებით, 8 ნომრის 30 წამი. გააგდეთ პატიოსანი მოქალაქე, მე გითხარით რომ აქ არიან იმ პროფესიის ადამიანები, ვისთვისაც ძალიან მარტივია შენი ღვა და ხო, სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. და ჩვენ როგორ ვიგებთ? 5 ნომერზეც ეჭვი გამიშთა, იმიტომ რომ ბოლო მომენტში როცა მიხვდა რომ ყველაზე 1 ხმა ნაწილდებოდა თავის გადარჩენის მიზნით ინსტინქტურად აწია და 3 ხმა იყო თქვენი. 2 ხმა იყო ჩემი. არა. კი, სამ პირველის მეორეს პირველმა აწია და არა, მე 2 ნომერს არა უწევი. 2 ნომერს არა. დრო ამოიწურა, მაშასე. მოკლედ გისურვებ წარმატებას. ვემშვიდობებით 8 ნომერს, ვემშვიდობებით 8 ნომერს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თამაში, დავემშვიდობეთ 8 ნომერს, გრძელდება და გრძელდება ნიღბების ღამით. ბნელდება სტუდიაში. მაშასე მაქსიმალურად ფრთხილად მაქსიმალურად ყურადღებით და მაქსიმალურად ჩუმად ნიღბოსნები გვანიშნებენ მაგიდის რომელ წევრს სურთ რომ დატოვოს თამაში. მაყურებელს მიმართავ, თქვენ თამაშის ბოლომდე არ გეცოდინებათ ვინ არის ნიღბოსანი. თქვენ გექნებათ საშუალება რომ პატიოსან მოქალაქეებთან ერთად იმსჯელოთ თუ ვინ არის ნიღბოსანი. ყველაფერი გადაწყვეტილია სტუდიაში ნათდება. ნათდება და კიდევ ერთ მაგიდის წევრს ვემშვიდობებით. მაგიდას ტოვებს ნომერი  პირველი ნომერი. პირველი ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. გთხოვთ. ვისურვებ წარმატებას. მე ახლა წავალ რეპეტიციაზე და როგორც პატიოსანი მოქალაქე, პატიოსნად აღვასრულებ ჩემ პროფესიულ ვალს. ეს ჩემი პასუხი 8-იანს და მშვიდად იყოს მეც პატიოსანი მოქალაქე. თუმცა შეიძლება ეს ნიღბოსანი იყოს წარმატებული. თქვენი ვერსია ხომ არ გაქვთ, ანუ დაგემშვიდობებით. ანრი და თაკო. 4 და 5. მადლობა. გავაცილოთ პირველი ნომერი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თქვენ კი ახლა მოგეცემათ კვლავ საერთო წუთის საშუალება, საუბრის საშუალება, გრძელდება თამაში, საერთო წუთი დრო ჩაიგდო. მე ვფიქრობ რომ შენ ხარ ანდრე. რაც კიდე ის ფიქრე მე ჩემი კანდიდატურა ვთქვი, არაფერს არ ვაპირებ. უაზრობაა ეხა თავი ვიმართლო და კარგი სტრატეგიაა რომ მეორე არ ვიცი სტრატეგია რა არის, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ერთი ნიღბოსანი უკვე გავარდნილია და მეორე არის ჩემგან მარცხნივ ნომერი 5. მე ვარ ამაში არა, მე მგონია რომ ჩემი გაგდებით პატიოსანი მოქალაქეები წააგებენ ამ თამაშს.
დარწმუნებული ხარ 100%? და იქნებ პირიქით. არ არის პრობლემა, შეგიძლია იმდენ საუბრობ, რომ შეიძლება პირიქით. ყველაზე ნაკლებს საუბრობდი, ვინც ბევრს საუბრობდა დატოვა უკვე თამაში. ვინც ბევრს საუბრობდა? ხო და ეხლა თქვენც ბევრს საუბრობთ. ხა იმდენ რომ 4-4 ვარ დარჩენილი. ყველაზე უფრო გაუგებარი მდგომარეობა ის რომ არ ვიცით ვინც გავიდა იყო პატიოსანი მოქალაქე თუ ნიღბოსანი. აი ეს არის არის ვამბობ რომ თუ კი ერთი მაინც გავარდნილია ნიღბოსანი, ერთი აუცილებლად მაგიდასთან არის და შანსი არის შევცვალო. ხო, თუ 2 რა 2 არის რეალურად. თუ 2 არის ხო. საერთო წუთი ამოიწურა. მე მინდა გითხრათ რომ ნიღბოსნები იგებენ თამაშს მაშინ როცა 2-2-ზე არიან დარჩენილები და ასევე ნიღბოსანი იღებს მაშინ თამაშს როცა 1-1-ზე რჩება. ანუ 1 ნიღბოსანი, 1 პატიოსანი მოქალაქე იგებს ნიღბოსანი, 2 ნიღბოსანი, 2 პატიოსანი მოქალაქე იგებს ნიღბოსანი. ანუ 1-ია დარჩენილი. 1-ია დარჩენილი. მაშ ასე ვაგრძელებთ თამაშს, გრძელდება თამაში. და 4 ნომერი ხსნის მე-4 წრეს, 4 ნომრის 1 წუთით. ძალიან გამეხარდება თუ ამ შემთხვევაში ეს ორი მონაწილე ამყვება და ამ ერთხელ მაინც დამიჯერებენ და ამყვებიან 5 ნომერის გაგდებაში, თუ არა და შემდეგი აუცილებლად მევტოვებ თამაშს, მე ამაში მერწმუნეთ, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და აუცილებლად ნომერი 5 შეეცდება რომ დამატოვებინოს თამაში. და ეგრე მეც პატიოსანი მოქალაქე ვარ. თქვენი პირიქით რო გააკეთო? ბოდიში დაჯარიმდით. 5 ნომრის გაფრთხილება, 4 ნომერს თქვენი კანდიდატურა. ჩემი კანდიდატურა არის ნომერი 5. მიღებულია. 5 ნომრის კანდიდატურა კანდიდატურა. მე. 5 ნომრის კანდიდატურა მიღებულია. გთხოვთ გაუფრთხილდეთ გაფრთხილებებს. 5 ნომრის 1 წუთი გაქვთ საშუალება რომ დაასახელოთ კანდიდატურა. არ ვიცი, მე მგონია რომ უკვე ისეთ ფაზაში გადავედით, რომ თუ პატიოსანი მოქალაქეები უფრო მეტი ვართ, მოვიგებთ აუცილებლად და პირველ ნომერს და მესამე ნომერს ვეთანხმები და სავარაუდოდ იმდეს ლაპარაკობთ, რომ მგონი რომ თქვენ ხართ. იმიტომ რომ სხვა გოგოებზე მე არ ვფიქრობ. 4 ნომრის კანდიდატურა მე წითელი კარტი მეჭირა ხელში. მივიღო 4 ნომრის კანდიდატურა. დიახ. მიღებულია. დასახელებულები არიან 5-იანი და 4-იანი 2 ნომერს უსმენთ 2 ნომრის 1 წუთი. ძალიან ავირია. რთულია, მაგრამ საინტერესო თამაში გამოვიდა და მე თანხმეთ ამ ხანაგო წამყვანო. იცით რა, მოდით კიდევ მოვისმენ და ბოლოში უკვე ნიღბით გადავწყვეტ რომელ კანდიდატს მივცემ ხმას, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მჭირდება დრო. შესაბამისად არ ცვლით კანდიდატურას. ახალ კანდიდატს არ ვამატებთ. კი ბატონო, გასაგებია. 3 ნომრის 1 წუთი თქვენს გაქვთ საშუალება რომ კანდიდატურა დაასახელოთ რა თქმა უნდა. როგორც აღმოჩნდა, პატიოსანი მოქალაქის თამაში უფრო ძნელია ვიდრე ნიღბოსანის, იმიტომ რომ იქ რაღაცა უფრო მეტი ბენეფიტები გაქვს, იცი ვინ, როგორ, რანაირად, მოკლედ ასე შემდეგ. ეხლა ესე თუ გადავხედავთ სიტუაციას, ნუ ორი ვარიანტია, რომ ნუ ზუზუ არ მგონია, მაგრამ ნუ ესე ძალიან მაგრად თუ თამაშობს, მივესალმები, რომ მე რო არ მგონია და ინტუიცია რო არ მკარნახობს. ხო, ხო და მაგიტო ვიძახი, ანუ იმდენად არ მგონია, რომ თუ მართლა ნიღბოსანია, ბრავო, ძალიან მაგრად თამაშობს და ვაღიარებ, რომ თქვენს თამაშებში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, თუ ზუზუა ნიღბოსანი. ანრიმ იმდენი ილაპარაკა, რომ ბოლოს დამაეჭვა. ანუ რომელი კანდიდატურა არის დასახელებული? 4-იანი დასახელებულია და 5-იანი. თუ კაი, მაშინ მე თავს შევიკავებ თუ დასახელებულია. კი ბატონო, რა თქმა უნდა. გადავდივართ კვლავ თავის შეიძლება გაფრთხილებით შეიძლება კი ბატონო. მაქვს გაფრთხილება გაქვთ ერთი. ყველაზე მთავარი რაც არის, რომელიც არ უნდა გავარდეს, კვლავ იქნება გაუგებარი მდგომარეობა ჩემთვის და აი მართლა ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა ჩემი აზრით. მადლობა. მინდა გითხრათ რომ გაფრთხილებებს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან 2 გაფრთხილება გაქვთ, 2-იანს მიმართავ. 5 ნომერს აქვს 1 გაფრთხილება და ახლა გადავდივართ თავის მართლების ფაზაზე, სადაც 30-30 წამი მოგეცემათ. არა ეს საერთოდ წუთი იყო ყველა როცა გაქვთ. თავის მართლების ფაზა არ ყოფილა, ახლა იწყება 5 ნომრის 30 წამი. არ ვარ ნიღბიანი, დავიღალე ამაზე საუბრით. მე მგონია რომ ქალები გავიბარჯვებთ. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ. 4 ნომრის 30 წამი. ქალებმა მინდა რომ გაიმარჯვონ საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში, თუმცა დღევანდელ
თამაშს რაც შეეხება, აუცილებლად უნდა დამარცხდეს ნიღბიანი მოთამაშეები და მე ვიმართლებ თავს იმითი, რომ თქვენ ჩემი გაგდებით, დარწმუნდებით იმაში, რომ გააგდეთ პატიოსანი მოქალაქე და დარწმუნდებით ძალიან მალე, როცა მოვა ფინალი. ამყევით იმაში, რომ გავაგდოთ ნომერი 5, ვინაიდან ღრმად კი არა, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ეს არის ნიღბიანი მოქალაქე. გასაგებია. დრო ამოიწურა, ყველანაირი დრო ამოიწურა, გადავდივართ ხმის მიცემის ეტაპზე. ახლა უნდა ავირჩიოთ, ვინ უნდა დატოვოს მაგიდა. 5 ნომერმა თუ 4 ნომერმა. ზუსტად ამ თანმიმდევრობით, ყურადღებით. 5-იანი თუ 4-იანი. მოიმარჯვეთ ნიღბები, ნიღბებს მოკიდეთ ხელი, ყველა თქვენგანი მონაწილეობს ხმის მიცემაში. მაშასე, ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 5-მა? ერთი ხმა, ვინ ფიქრობს, რომ თამაში უნდა დატოვოს ნომერმა 4-მა 3 ხმა. შესაბამისად გადავიდა. 4 ნომერს ვემშვიდობებით, 4 ნომრის 30 წამი გთხოვთ. ბოლო სიტყვა. პატიოსანი მოქალაქე, ერთი მაინც უნდა იყოს ამაგიდასთან და თქვენ მიგაძლევთ პირობას, რომ წააგეთ ეს თამაში, იმიტომ რომ გამაგდეთ მე. მადლობა, გავაცილოთ 4 ნომერი თუ შეიძლება, ვემშვიდობებით 4 ნომერს. გნელდება სტუდიაში, ყველა ვიფარებთ ნიღავს. ანუ ნიღბები არ არის. ოკეი. მაშასე მაქსიმალურად ფრთხილად, მაქსიმალურად ჩუმად ნიღბოსნები გვანიშნებენ თუ რომელ მაგიდის წევრს დაატოვებინებენ თამაშს. ყველაფერი გადაწყვეტილია. ნათდება. ნათდება, ყველა ვიხსნით ნიღავს. თამაშს ტოვებს ნომერი 2. 2 ნომრის 30 წამი ბოლო სიტყვა. ძალიან საინტერესო თამაში იყო ჩემთვის. ყველა შემთხვევაში, რომელიც არ უნდა იყოს, ბრავო, აპლოდისმენტები, იმიტომ რომ ნამდვილად კარგად ითამაშეს. მაშასე, არ დაგტოვოთ, ბრძანდებოდეთ. რამდენიმე წამში მაყურებელი მოთამაშეებთან ერთად შეითხოვს თუ ვინ თამაშობდა დღეს ნიღბის ქვეშ. მე მინდა რომ მიულოცოთ ნიღბიანებმა მოიგეს ეს თამაში. თაკო გაჩეჩილაძე მაგიდის გამარჯვებული. კიდევ ერთხელ გილოცავთ, შვენიერი თამაში იყო, მართლა საინტერესო მაგიდა. შესანიშნავი თამაში იყო. ულოცავ თაკოს, ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, უკვე საფინალო მაგიდით დაგიბრუნდებით ეთერში. შესანიშნავი თამაში. მეორე 6 ნომერი, დიახ. 6 ნომერი. კიდევ ერთხელ მადლობა მაყურებელს. მეუბნები რომ ჩვენ კიდევ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა.